კასპში დასრულდა 30 წელს გადაცილებული მოჭადრაკეთა ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით შეჯიბრება გუნდურ ხასიათს ატარებდა, სადაც რეგიონების უძლიერესი ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო დიდ ოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბის პედაგოგებმა ყველა მეტოქე დაამარცხეს და გარდამავალ თასს დამსახურებულად დაეუფლნენ. კასპში ჩატარდა რესპუბლიკური პირველობა ჭადრაკში 30 წელს გადაცემულებზე, ვინც იყო 30 წელს გადაცემული, მხოლოდ მას ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა. ჩვენ გურჯანის სახელით გამოვედით და მონაწილეობდით ჩვენი მასალებლები ჭადრაკის აკაკი ზარდიაშვილი და ვანო მინდორაშვილი მეც თამაშობდი და ჩატარდა შვეიცარიული სისტემით, იყო 11 უძლიერესი გუნდი, განსაკუთრებით ვინდა აღნიშნე ის მდგომარეობა, რომ თბილისს ყავდა 2 უძლიერესი გუნდი, ყოფილი ევროპის ჩემპიონები და ყოფილი ცნობილი მოჭადრაკეები. ჩვენ რა თქმა უნდა ბრძოლობდით და მივახციათ იქამდე, რომ ნახევარფინალში გავსულიყავით. აი აქ კი ძალიან სასტიკი ბრძოლა გაიმართა, თბილისის უძლიერესი გუნდს ხვდებოდით. ჩვენ თუ მოვიგებთ, რა თქმა უნდა, უკვე ფინალში გავიდოდით რა და ზუსტად ისეთი პარტიები წავიდა იქ, რომ საინტერესო, რთული და დავამარცხეთ თბილისი 2-1-ით. 2-1, ანუ გავედით ფინალში. ფინალში შეხვდა ხაშურის გუნდი, რომელიც ნორმალური გუნდი იყო, მაგრამ დავამარცხეთ სასტიკად 0-ზე დავამარცხეთ 3-0 და მოგცეს ჯილდოები, პრიზები და თასი რა თქმა უნდა და გავხდით რესპუბლიკის ჩემპიონები გუნდურ პირველობა.